გამარჯობა. გუშინ დასრულდა არაგადამდები დაავადებების გლობალური ალიანსის მეოთხე ფორუმი. და დღეს სანამ თბილისში გამოვფრინდები, მანამდე ნახევარი დღე მაქვს თავისუფალი, ქალაქში გამოვედი და საკმაოდ უცნაურ რამეს წავაწყდი. უცნაური და თან გამიხარდა და თან ცოტა შემშურდა კიდეც. ეხლა ვარ დედაქალაქ კიგალში, აფრიკის ქვეყანა რუანდაში და აღმოაჩინე ესეთი რამე. დღეს არის კვირა დღე და რუანდაში თვის ყოველ პირველ და მესამე კვირა დღეს ეწყობა ეგრეთ წოდებული Car Free Day დილ 7-დან 10 საათამდე. ანუ 3 საათით იკეტება ქალაქის გარკვეული ქუჩები და გამიკვირდა რომ ეს ქუჩა არის გადაკეტილი, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ქუჩაა როგორც სიგანეში, ასევე სიგრძეში. იქეთ მხარეს გრძელდება დაახლოებით 5 კილომეტრი და აქეთ ბოლომდე სადაც ვიყავი ჩასული სულ ცოტა 3 კილომეტრი მაინც არის. მაინც გრძელდება 3 კილომეტრამდე, ანუ საკმაოდ დიდი გზა არის ეს ნაწილი. ასევე კადრი საიდანაც იწყება ის არის აეროპორტიდან და დამაკავშირებელი გზა. იქეთ არის ჩალაგებული უმეტესად სასტუმროები და სამასპინძლო ბიზნესი, მოკლედ იქ დიდი ნაწილია წარმოდგენილი და ის ქუჩა გადაკეტილია და ეს ქუჩა გადაკეტილი არის მანქანებისთვის, მოპედებისთვის, ანუ მოტორიზებული მოწყობილობებისთვის, ასე ვთქვათ. და ეს კვირის ეს ორი დღე, პირველი და მესამე კვირა თვეში გამოყენებული არის მხოლოდ ფეხსიარულისთვის, სირბილისთვის, ველოსიპედები, სკეიტბორდები, როლიკები და ასე შემდეგ. ქვეყანაში ჩამოსვლისას პირველ დღეს როცა ქალაქში გამოვედი, ადამიანებს ვუყურებდი, რომ აბა როგორები არიან რაღაცა ფიზიკურად ესე რა ჩვეულებები, რა ქცევა, როგორი ქცევა ახასიათებდა და ასე შემდეგ. თვალში მოვხვდა ამდენიმე რაღაცა. პირველი ეს არის, რომ ქალაქში პრაქტიკულად არ არის ჭარბწონიანობა, პრაქტიკულად არ არის სიმსუქნე. ანუ არ ვამბობ, არ არის საერთოდ. უბრალოდ პრაქტიკულად არ არის. ანუ თითქმის ვერ შეხვდები ჭარბწონიან და მსუქან ადამიანს. გასაგებია არგუმენტი პირველი, რომ ფინანსური მდგომარეობის გამო, გასაგებია არგუმენტი, რომ კლიმატი, იმიტომ რომ საკმაოდ ცხელა. ეხლა ამ მომენტისთვის არის 25 გრადუსი. 25 გრადუსი თებერვალში ძალიან მაგარია, ხო? ძალიან ცხელა. პლუს არის მძიმე სიცხე, ანუ ძალიან იგრძნობა ეს სიცხე და მომენტალურად იწყებს სიცხე ორგანიზმიდან გამოსვლას. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორი გარემო პირობებიც არ უნდა იყოს, როგორი ფინანსური შემოსავალიც არ უნდა ქონდეს და მით უმეტეს როგორც წესი ცნობილია, რომ ჭარბწონიანობა და სიმსუქნე უფრო მეტად დამახასიათებელი არის დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის. რა თქმა უნდა, აქაც არ არის საუბარი იმაზე, რომ ყველა დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყანა მსუქანია და ყველა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანა გამხდარი. უბრალოდ ზოგადად ჭარბწონიანობა დამახასიათებელია დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის და ამას აქ თავისი ახსნა ის, რომ ჯანსაღი კვება, სწორი კვება, დაბალანსებული და ამ შემდეგ საკმაოდ ძვირის სიამოვნებაა. მაგრამ ისევ და ისევ, როგორი კლიმატიც არ უნდა იყოს, როგორი გარემო პირობებიც არ უნდა იყოს, როგორი ფინანსური მდგომარეობაც არ უნდა ქონდეს, სახელმწიფო დონეზე არის გარკვეული აქტივობები პოპულარიზებული და ხელშეწყობილი. ეს ძალიან მაგარი რამეა. ეს არის ეროვნულ დონეზე ხელშეწყობა შენი მოქალაქეების და შენი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოპულარიზაცია მარტივად. აქ არ არის საჭირო რომ მაინც ირბინო, ახლა რაღაცებს დაბიამე ფეხით სიარულთაც საკმაოდ
სერიოზული ფიზიკური აქტივობა შეგიძლია გამოგივიდეს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იმისთვის, რომ შენ ადამიანების ქცევა შეცვალო. იმიტომ რომ რაც არ უნდა ადამიანმა თვითონ თავისით მოინდომოს, ეს ვერ იქნება მასტიური და ვერ მიიღებ იმ შედეგს, რომელიც ჭირდება და ამ შემთხვევაში სახელმწიფო ძალიანად ფქარს უჭერს და გზაზე უკვე გითხარით რა მასშტაბის და რა სიგრძის გზაზეა ლაპარაკი. აქ ეს არის ვექტები და განახოთ. ეს არის ეგრეთ წოდებული სამთავრობო კვარტალი, სადაც არის პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის ოფისი, აქვე არის სენატი და აქ არის რუანდის გენოციდის მუზეუმიც. მინდოდა შეხვდა, მაგრამ ვერ შევედი. და კიდევ რაც მომხვდა თვალში, ვიცი რომ რუანდაში აკრძალული არის მოწევა შენობის შიდა სივრცეებში, ანუ indoor places, რასაც ქვია, მაგრამ ასევე ქუჩაშიც არ შემხვედრია, თითქმის კი არა და არა, საერთოდ არ შემხვედრია. არც ქუჩაში არის გაჩერებაზე, არც რაღაცა დაწესებულებების ქვემოთ, ხო, აი სადაც მოსაწევის სივრცეები ეწყობა, იქაც არაფერი მსგავსი არ შემხვედრია. ესეც ლოგიკურია. ამ ტიპის აქტივობები რო შეუძლია სახელმწიფოს დაგეგმოს, განახორციელოს და გადაკეტოს გზები. ჩვენთან თბილისში რო წარმოედგინოთ, აი ვინმე თუ ნახავთ, თქვენი აზრით მითხარით, ქუჩა რომელიც შეიძლება 3 საათით დილით გადავკეტოთ, დილის 7-დან 10-მდე კვირას და ამან არ გამოიწვიოს ხალხში მასობრივი უკმაყოფილება, ამან არ გამოიწვიოს სერიოზული საცობები. ოღონდ ახლა ლაპარაკი არ არის პატარა ქუჩაზე, ანუ ამ მასშტაბის ქუჩაზე ვსაუბრობ. და თუნდაც დილით. თუ გაგახსენდებათ რაიმე მსგავსი, დიდი სიამოვნებით მოვისმენდით თქვენს აზრსაც. საბოლოო ჯამში ვიცი თქმა მინდოდა. და ასევე მეტნაკლებად ფორუმის ძირითად ამბავსაც გამოვეხმაურებ. ფორუმზე ძირითადად გაჟღერებული და ნათქვამი იყო ისეთი მოწოდებები, ისეთი გადაწყვეტილებები, რაღაცა, რაც არის სტრატეგიული და არა რომელიმე ქვეყნის ლოკალურად რაღაცა ესეთი ერთი ქვეყნის მიერ განსახორციელებელი აქტივობები. ეს გასაგებია, როდესაც მონაწილეობას იღებს 70-80 ქვეყანა და 900 დელეგატი და ასე შემდეგ. იქ ერთი კონკრეტული ქვეყნის შესახებ ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ როგორც ჩანს, აბსოლუტურად გასაგებია და აბსოლუტურად რელევანტურია იმ თემაზე, რაზეც იყო კონფერენცია, ფორუმი, არაგადამდები დაავადებების და რა თქმა უნდა ძირითადი ლაიტმოტივი არის, რომ პრევენცია, კონტროლი, როგორ შევამციროთ ეს დაავადებები, ხო? ამისი ჩატარება კიგალში ალბათ ერთ-ერთი სამაგალითო ქალაქია. ყველაფერთან ერთად, რომ თვითონ ქალაქში კადრში ნახავთ ყველგან გამწვანებაა. აბსოლუტურად ყველგან გამწვანებაა. ერთ-ერთ მშენებარე შენობა შევესწარი, სადაც ერთ-ერთ სართულზე თუ არ ვთქვი სახურავი იყო, მაგრამ თავს ვერ დავდებ, იმიტომ მე მგონი კიდე შენდებოდა. ისე იყო მშენებლობის პროცესი დაგეგმილი, რომ იქაც კი გარკვეულმა მცენარეებმა უნდა გაიხარონ. ქალაქში იქნება სიმწვანის სუნი. და კიგალი არის ერთ-ერთი უსაფრთხო, ერთ-ერთი ყველაზე სუფთა, ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული ქალაქი. რამდენადაც ვიცი, აქვე თუ არ მეშლება შაბათს ან კვირას, დასწვანების დღეებში აქვთ National Cleaning Day, ეგრეთ წოდებული, ანუ გამოდიან და თვითონ ალაგებენ თავიანთ
ირგვლივ საცხოვრებელ ტერიტორიას, წყლის სისტემები და ასე შემდეგ რა. ამიტომ ჩვენ რაც გონია ზოგჯერ რომ აფრიკა და დაქცეული არ თუ ისე დაქცეული, არ თუ ისე ჩამორჩენილი, პირიქით საკმაოდ განვითარებული, საკმაოდ სერიოზული სახელმწიფოებრივი თუ მოქალაქეობრივი შეგნების პოლიტიკა და რა თავარია სახელმწიფო დონეზე აყვანილი და არა მხოლოდ ფურცელზე დატოვებული სტრატეგია, რომელიც ყველა ადამიანის ერთი ინდივიდუალური ადამიანიდან პოპულაციურ დონეზე იძლევა საშუალებას, რომ ხელი შეუწყო ჯანსაღი ცხოვრების წესს. იმედი მაქვს, რომ საინტერესო იყო, ცოტა დიდხნიანი კი გამომივიდა, მაგრამ იმედია, რომ საინტერესო იყო ეს პატარა ვლოგი თქვენთვის. ასევე გეტყვით, რომ ძალიან ბევრი ჩამოსწული ცხოვრობს ამ ქალაქში, ანუ არა ის რომ მხოლოდ რუანდელები ცხოვრობენ, ევროპიდან, ამერიკიდან, აზიიდან საკმაოდ ბევრი ადამიანი ცხოვრობს და ვერ ვიტყვი რომ აუცილებლად მოვიდოთ თქო, მაგრამ რაღაცა პერიოდით საინტერესოც იქნებოდა აქ ცხოვრება. დიდი მადლობა. ნახვამდის. ვინმე თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, რა თქმა უნდა, გთხოვთ რომ დალაიქო და გამოიწეროთ არხი. კიდე რამდენიმე საინტერესო ვიდეო შემოგთავაზებთ მომავალში. მადლობა.